ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი Uriah Heepის დამფუძნებელი და 70-იანების როკ მუსიკის პოპულარული ჰიტების ავტორი კენ ჰენსლი თბილისში ჩამოვა. ცნობილი გიტარისტი, კლავიშისტი და კომპოზიტორი პირველად საქართველოში 2011 წელს ჩამოვიდა და დაუვიწყარი საღამო გამართა. ამჯერად კი ორი ნაწილიანი კონცერტით საზოგადოების წინაშე ის 10 ნოემბერს წარდგება. პირველი ნაწილი აკუსტიკური და ინტერაქტიული იქნება და მსმენელს საშუალება მიეცემა უშუალო მონაწილეობა მიიღოს ლაივის შექმნაში. მეორე ნაწილში კი კენ ჰენსლი ბენდთან ერთად Uriah Heepის ჰიტებს წარადგენს. კონცერტი ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. ახალი პროგრამით ჩამოდის, ისევ როგორც 2011 წელს ქართულ მუსიკოსებთან ერთადაც დაუკრავს კონცერტის ფინალში. ფინალურ ნაწილში უბრალოდ ამჯერად იქნება უფრო მეტი კომპოზიცია, ქართულ მუსიკოსებთან ერთად უფრო მეტი კომპოზიცია შესრულდება. ჩამოდის 1 ნოემბერს, მანამდე გეგმავთ რაღაც სხვადასხვა შეხვედრებს და კულტურულ ღონისძიებებს. 9 ნოემბერს ბავშვთა და ახალგაზრდების ეროვნული ცენტრის კინოდარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია 3 საათზე, რომელშიც კენ ჰენსლი თავად მიიღებს მონაწილეობას. ის გასცემს ჟურნალისტების კითხვებს პასუხს, თუ რა მისით არის ჩამოსული, კონცერტის პროგრამას გააცნობს. ბავშვთა და ახალგაზრდების ეროვნული ცენტრი არის კონცერტის ერთ-ერთი მხარდამჭერი.